მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2020 წელი ამოცანა ნომერი 37. შეუსაბამით ციფრებით დანომრილ ელექტროფიზიკურ სიდიდეებს, ასოებით დანომრილი განზომილებები, რომლებიც გამოსახულია სისტემის ძირითადი ერთეულებით. პასუხების ფურცელზე ცხრილის სათანადო უჯრედში დასვით ნიშანი X. ხო, ესე იგი ამოცანაში ჩვენ მოცემული გვაქვს ელექტრული სიდიდეები, რომელიც გადანომრილი არის და მას უნდა შეუსაბამოთ შესაბამისი ერთეულები, როგორც სისტემაში. პირველი შემთხვევისთვის, თუ გავითვალისწინებთ ომის კანონს, იუდრის ძაბვის ფარდობა წინაღობასთან გამტარის, აქედან შეგვიძლია წინაღობისთვის დავწეროთ, რომ ერიტოლი იქნება უშეფარდებული ისთან. ეხლა აქ ამ შეფარდებაში, როგორც ხედავთ, დენის ძალის ერთეული არის ამპერი, რომელიც სისტემის ძირითადი ერთეული არის, მაგრამ ძაბვის ერთეული ვოლტი წარმოებული ერთეული არის. შესაბამისად, ძაბვის გამოსახვა მოგვიწევს ისეთი სახით, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ გავიდეთ სისტემის ერთეულებზე. ამიტომ თუ გავითვალისწინეთ, რომ ძაბვა ტოლი არის ერთეულოვანი მუხტის შესრულებული მუშაობის და ჩავსვათ ამ გამოსახულებაში, მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის A შეფარდებული IQ-სთან. ამასთან მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ დენის ძალის განმარტებიდან დენის ძალა უდრის მუხტის ფარდობა დროსთან. შესაბამისად, აქედან ქუსთვის მივიღებთ, რომ Q არის IT სტოლი. და მოდით ეს ქუსმაგივრად IT შევიტანოთ ამ გამოსახულებაში, ანუ საბოლოოდ დაგვრჩება, რომ ეს უდრის მუშაობა შეფარდებული I კვადრატ ტესტთან. მეორე მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ მუშაობა ტოლი არის ძალისა და გადაადგილების ნამრავლის, შესაბამისად შეგვიძლია დავწეროთ, რომ ეს უდრის Fs შეფარდებული I კვადრატ ტესტთან. ამასთან F არის მასსა და აჩქარების ნამრავლი, ანუ ეს გამოგვდის, რომ ტოლია MAS შეფარდებული I კვადრატ ტესტთან. და უკვე მივუახლოვდით, როგორც ხედავთ, სისტემის ძირითად ერთეულებს, ანუ ერის ერთეული წინაღობის C-ში, ტოლი იქნება MAS-ის შეფარდებული I კვადრატ ტესტთან C-ში. ეს კი ტოლი იქნება, მასის ერთეული არის კილოგრამი, განმავლობა აჩქარება არის მეტრი წამ კვადრატთან. ეს კიდე განმავლობა გადაადგილებაზე, რომელიც ერთეულია მეტრი, ეს მთლიანად შეფარდებულია დენის ძალის ერთეული ამპერი, კვადრატში რო დაგვრჩება A კვადრატი, განმავლებული ტეს ერთეულზე წამზე. ანუ საბოლოოდ მივიღებთ, რომ ეს ტოლი არის კილოგრამი, განმავლებული მეტრ კვადრატზე, შეფარდებული ამპერ კვადრატ წამ კუბთან. ანუ ამ შემთხვევაში წინაღობისთვის მოდით ამ გადავხაზოთ, რომლებსაც გავაკეთებთ. პასუხი არის, თუ დავაკვირდებით, რომელი იქნება პასუხი, კილოგრამი მეტრ კვადრატთან, შეფარდებული ამპერ კვადრატ წამ კუბთან. ეს არის პასუხი A. ანუ პირველ შეგვიძლია პასუხი დავწეროთ, რომ არის A. ახლა გადავიდეთ მეორეზე. მეორე შემთხვევაში მოინტერესებს ძაბვის ერთეული. ხო, ძაბვისთვის უკვე წინა ამოცანაში გავაკეთეთ, ეს არის მუშაობის ფარდობა. მუშაობის ფარდობა მუხტთან, საიდანაც ეს ტოლი იქნება F-ისა და S-ის ნამრავლი. ამასთან ქუსთვის თუ გავითვალისწინებთ, რომ IT ტოლი არის IT-სთან შეფარდებული, ეს ტოლი იქნება MAS-ი შეფარდებული I ტესტთან. ანუ აქედან გამოგვივა, რომ U-ს ერთეულისთვის უდრის MAS-ის ფარდობა I ტესტთან. ეს ტოლი იქნება, მასისთვის გვექნება კილოგრამი, განმავლებული მეტრ წამ კვადრატზე, განმავლებული მეტრზე, შეფარდებული ამპერი განმავლებული წამზე. ეს კი ტოლი იქნება კილოგრამი, განმავლებული მეტრ კვადრატზე, შეფარდებული ამპერ წამ კუბთან. ეს კი არის პასუხი, მოდი ესეც გადავხაზოთ. მეორეში გვექნება პასუხი კილოგრამი მეტრ კვადრატი ამპერი წამ კუბი. ეს არის პასუხი E. პასუხი E, მეორეში გვაქვს პასუხი E. ეხლა გადავიდეთ მესამეზე, მესამეში გვინდა ელექტროტევადობა, კი ბატონო, მესამეში ელექტროტევადობისთვის, ხო, ელექტროტევადობისთვის ჩვენ ვიცით, რომ C ელექტროტევადობა არის მუხტისა ძაბვის ფარდობა. ეს ტოლი იქნება ქუსთვის, შეგვიძლია შევცვალოთ IT-ი, ეს შეფარდებული მუშაობისა და ქუს ფარდობა, ეს ტოლი არის ეს ქუზემოთავა QIT შეფარდებული მუშაობასთან, რომელიც არის FS-ის ტოლი, ეს ტოლი იქნება, ახლა თავის მხრივ არის IT. IT რო კიდე IT-ზე გამრავლდება, მივიღებთ IT კვადრატს ზემოთ. და ქვემოთ მივიღებთ MAS. ანუ CS განზომილებისთვის რო დავწეროთ, ეს ტოლი იქნება I კვადრატი, ანუ ამპერის კვადრატი
განავლებული t-ს კვადრატზე, ანუ წამის კვადრატზე, შეფარდებული მასა კილოგრამი განავლებული მეტრ წამზე, კვადრატზე, განავლებული კიდე მეტრზე. ხო, ეხლა აი ეს მეტრი, ეს წამ კვადრატი ზემოთ რო ავა, ესე იგი საბოლოოდ მივიღოთ ჩვენ, რომ ეს ტოლი არის ამპერ კვადრატი, განავლებული ეს წამ კვადრატი ზემოთ ავა და მოგცემს წამ მეოთხედს, ხარისხს ქვემოთ დაგვრჩება კილოგრამი მეტრ კვადრატთან. კილოგრამი განავლებული მეტრ კვადრატზე. მოდით აბა შევხედოთ ახლა რომელი შეიძლება იყოს ეს. ეს არის პასუხი, როგორც ვატყობთ, არა, v. პასუხი v. მესამესთვის პასუხი არის v, კი ბატონო. მესამეს v ვნიშნოთ. ახლა გადავიდეთ მეოთხეზე. მეოთხეში გვაქვს კუთრი წინაღობა. კუთრი წინაღობისთვის წინაღობასა და კუთრი წინაღობას შორის არის შემდეგი კავშირი. წინაღობა უდრის კუთრი წინაღობისა და კუთრი წინაღობა გამრავლებული გამტარის სიგრძისა და მისი განიკვეთის ფარდობთან ფარდობაზე, საიდანაც რო ტოლი იქნება r გამრავლებული s-ზე შეფარდებული l-თან. ოღონდ S-ი არის განიკვეთის ფარდობი ამ შემთხვევაში. თუმცა აქ წინა ამოცანებში S ვიყენებთ როგორც გადაადგილების გამოსახულებაში, ან გადაადგილებისას ვიყენებთ S, შესაბამისად აქ ახლა ფართობში არ უნდა აგვერიოს. აი იქნებოდა რომ წინაზე S-ის მაგალითად სხვა აღნიშნა გამოიყენებინა, მაგრამ არ აღუშავს. მეოთხე შეხვედრა როგორც დამოუკიდებელ ამოცანას, ანუ S-ი არის განიკვეთის ფართობი ამ შემთხვევაში, გამტარის. და რა გვექნება ახლა აქ R-ისთვის შეგვიძლია ისევ გამოვიყენოთ რომ ეს ტოლი არის ძაბვისა და დენის ძალის ფარდობა, ეს გვექნება US-ი შეფარდებული EL-თან. ეს ტოლი იქნება. ძაბვისთვის გვექნება მუშაობა გამრავლებული S-ზე შეფარდებული QEL-ი. ეს ტოლი იქნება A. მოდი პარიმ ჩავწეროთ მუშაობისთვის ეს არის F-ი გამრავლებული F-ი გამრავლებული გადაადგილებაზე დეთი აღვნიშნოთ მაგალითად დეთი ეს გამრავლებული S-ზე ფართობზე შეფარდებული Q არის IT-ზე გამრავლებული I-ზე და L-ზე. ეს ტოლი იქნება F თავის მხრივ არის MA D S-ი შეფარდებული I კვადრატ L S-თან. ანუ რა გამოგვდის ჩვენ რომ როს უთრიწინაღობის ერთეული ტოლი ყოფილა მასა არის კილოგრამი, აჩქარება არის მეტრ წამ კვადრატი, გამრავლებული D არის კიდე მეტრი, ეს გამრავლდება S-ზე, ანუ ფართობის ერთეულზე მეტრ კვადრატზე და ეს შეფარდება ამპერ კვადრატი გამრავლებული მეტრზე და გამრავლებული წამზე. ეს მეტრი და მეტრი შეგეკვეცა და საბოლოოდ დაგვრჩება კილოგრამი გამრავლებული მეტრ კუბზე შეფარდებული ამპერ კვადრატ წამ კუბთან. კილოგრამი მეტრ კუბი შეფარდებული ამპერ კვადრატ წამ კუბთან. ეს არის პასუხი B. მეოთხის B. ვნიშნეთ ესეც. გადავიდეთ მეხუთეზე. მეხუთეში გვაინტერესებს კულონის კანონის კამოდმივა. ხო, აქ ახლა თუ გავითვალისწინებთ, ძალა ტოლი არის Q კვადრატი, Q1 Q კვადრატი შეფარდებული R კვადრატთან, აქედან K ტოლი გამოგვივა F-ი გამრავლებული R კვადრატთან შეფარდებული Q კვადრატზე. ეს ტოლი იქნება ძალა ახლა არის M-ა გამრავლებული R კვადრატზე, რომელსაც R არის მუხტებს შორის მანძილი შესაბამისად. მისი განზომილება იქნება მეტრ კვადრატი. თუმცა ჯერ მოდი დავტოვოთ როგორც არის R კვადრატი შეფარდებული Q არის IT, ქვემოთ გვექნება IT კვადრატი. საიდანაც F-ის განზომილებისთვის, K-ს განზომილებისთვის უკაცრავად K-ს განზომილებისთვის მივიღებთ რომ ეს ტოლი არის მასა არის კილოგრამი, აჩქარებისთვის კვლავ მეტრ წამ კვადრატს დავწეროთ, გამრავლდება მეტრ კვადრატზე, ეს შეფარდებული ამპერ კვადრატ წამ კვადრატთან. ეს უდრის კილოგრამი გამრავლებული მეტრ კუბზე შეფარდებული ამპერ კვადრატ წამ მეოთხესთან. ეს კი არის პასუხი კილოგრამი მეტრ კუბი ამპერ კვადრატ წამ მეოთხეც. კი ბატონო, ეს არის პასუხი G. პასუხი G. და დაგვრჩა ბოლო დაძაბულობა. ხო, დაძაბულობისთვის თუ გავითვალისწინებთ, რომ დაძაბულობა ტოლი არის F-ისა და მეხუთე, F-ისა და Q-s ფარდობა. ახლა ძალა არის მასისა და აჩქარების ნამრავლი, მუხტი არის IT, ეს კი ტოლი იქნება.
აქედან ეს განზომილება ტოლი იქნება. მასა არის კილოგრამი, გამრავლდება მეტრ წამ კვადრატზე, ეს შეეფარდება ამპერ წამს. საბოლოოდ კი მივიღებთ, რომ ეს ტოლია კილოგრამი, გამრავლებული მეტრზე, შეფარდებული ამპერი, გამრავლებული წამ კუბზე. და მართლაც მე-6 შესაბამისი ყოფილა D. მე-6 არის D და მე-5 სწორი პასუხი იყო G.